ერთმა ადამიანმა დამისვა კითხვა. განდობილები ისევ არიანო საქართველოშიო? მაგ სხვა კითხვა უნდა დასვა თქვენ. შეიძლება თუ არა რომ განდობილი გაქრეს დედამიწაზე? ასევე კითხვა შეგიძლიათ დასვათ. შეიძლება თუ არა წმინდანი რომ გაქრეს დედამიწაზე? არა ხო? რატომ? იმიტომ რომ ეს არის ის მდგომარეობები, რომელიც არ ქრება. წმინდანი არ არის პიროვნება. წმინდანი არის ღვთიური არსი მდგომარეობა. განდობილი არ არის კონკრეტული პიროვნება. ის არის ღვთიური არსი კონკრეტული მდგომარეობა, რომელსაც არც სხეული აქვს, არც ფიზიკური სახელი აქვს და ასე შემდეგ. ღვთიური მდგომარეობები დედამიწაზე არ ქრება. არ ქრება განდობილი, არ ქრება წმინდანი, ვერ გაქრება მოძღვარი, ვერ გაქრება სულიერი ადამიანი, იმიტომ რომ ესენი ადამიანები არ არიან, არც წმინდანები არ არიან, მოძღვარი არ არის. მე არ ვარ უბრალოდ გიორგი სულიერი მოღვაწე. მიხვდით? ამის უკან დგას სული წმინდა და სული წმინდა არის დანაწილებული უამრავ ფუნქციებად. წმინდანს თავისი ფუნქცია აქვს, მაგალითად წმინდა ბერებს თავისი ფუნქციები აქვს და რა ფუნქციები აქვს? წმინდა ბერები თავიანთი ლოცვებით, თავიანთი ამ სისუფთავეებით ამაგრებენ დედამიწის ღვთიურ სვეტებს, რაზეც დგას ღვთიურობა დედამიწაზე, რომ ერთმანეთი არ დავჭამოთ. მოძღვარს თავისი ფუნქცია აქვს ღვთიურობაში, ადამიანებს ეხმარება სულიერ ზრდაში, თუ კარგი მოძღვარია, რა თქმა უნდა. წმინდანს მაგალითის ფუნქცია აქვს, რომ ახალი სიტყვა გითხრას. მაგალითად, მამა პაისმა გითხრა, რომ არსებობს უდიდესი თავმდაბლობა. მამა გაბრიელმა გაჩვენა, რომ არსებობს უდიდესი თავმდაბლობა და ასევე თავგანწირვა. ლენინის პორტრეტი დაწვა, მაგისთვის პირდაპირ დახვრეტა ელოდა, აწამეს, ბევრი ცუდი უქნეს. ყველა წმინდანს თავის დანიშნულება აქვს. ყველა ბერს თავის დანიშნულება აქვს. იქ ლოცვებშია, იმაშია, ფუნქციებად არის დანაწილებული ყველა ეს. განდობილს თავისი დანიშნულება აქვს. ეხლა რა დანიშნულება აქვს განდობილს? სანამ იქამდე მივა რომ განდობილები დღესაც არსებობენ, მაგამდე ორი სიტყვით აგიხსნით რა დანიშნულება აქვს განდობილს. განდობილები არიან დაზღვევა. მოდი ესე გეტყვით. ასევე განდობილები არიან იმ ცოდნის შემნახველი სეიფები, რომლებიც ინახავენ უფლის არტეფაქტებს საქართველოში თუნდაც და დედამიწაზე. არტეფაქტებს. გასაღებები აქვს ჩაბარებული განდობილებს. საქართველოში არის არტეფაქტები შენახული ღვთიური, რომელიც ბოლოჟამის დროს უნდა გაიხსნას. ეს არტეფაქტები არის შენახული დამალული ხვამლის მთაში, სხვადასხვა ადგილებზე, არის წმინდა ადგილები და ამ არტეფაქტების ადგილმდებარეობები, ამის ცოდნა გასაღებები, რომელი გვირავით მიხვალ იქ, რომელი გვირავით ნახავ მზეს, სიცოცხლეს, რომელიც შენახულია მიწისქვეშა ქალაქში, რომელიც ჩაბარებული აქვს ღვთიური არტეფაქტები. ამიტომ განდობილი არის ცოდნების მესაიდუმლე სეიფი და ამ სეიფის გასაღები ცოდნები არსად არ ქრება, ადამიანიდან ადამიანებში გადადის, გენეტიკიდან გენეტიკაში გადადის. ყურადღება გავამახვილეთ სიტყვა სეიფს. რატომ ვთქვი სიტყვა სეიფი? და დააკავშირეთ ეს პარალელი სვანეთს. და რატომ სვანეთი და რატომ სეიფი და რატომ განდობილები? კითხვა დასვით. რატომ მაინც და მაინც სვანეთში? რატომ იყვნენ იქ განდობილები? პირველ წყარო მდგომარეობა არის გენეტიკა. ოდითგანვე იქ იყო ცივილიზაციის კონკრეტული აკვანები და საქართველოს ყველა ტერიტორიაზე. ჩვენ განდობილები კი არ გვყავს უბრალოდ. საქართველოს ყველა კუთხეში გვყავს განდობილის დონის ძალით მოსილი ადამიანები. იმერეთს, გურიას, სამეგრელოს, სვანეთს, ყველა კუთხეს. გესმით? ანუ საქართველო, ეს უბრალოდ საქართველო კი არ არის, ეს არის ქართველთა გაერთიანება, იმ სულიერი გენეტიკის მატარებელთა გაერთიანება, რომლებსაც ცალ-ცალკე ჩაბარებული აქვს სხვადასხვა არტეფაქტები. სვანებს აქვს ჩაბარებული არტეფაქტი განდობილი და არა ადამიანი. და რატომ სვანეთი დაუბრუნდეთ? სვანეთი ოდითგანვე იყო როგორც სეიფი. ვერავინ ვერ იპყრობდა მას, ვერავინ ვერ იმორჩილებდა, იყო ტრადიციებით გამყარებული, ჩაკეტილი სისტემა იყო. აი როგორც სადღაც ბუნკერი იყოს ჩაკეტილი. სვანეთი საქართველოსთვის იყო როგორც ბუნკერი განდობილისთვის. და ნახეთ რატომ მაინც და მაინც სვანეთი დაუბრუნდეთ ისევ ამ კითხვას, იმიტომ რომ სვანეთი რომ დაიპყრო რომელიმე დამპყრობელს, ვერ იპყრობდნენ. განდობილსაც ჩაიგდებდნენ ხელში და განდობილი უკვე იქნებოდა საფრთხის ქვეშ. განდობილი არა ადამიანი, არამედ ის ცოდნები, რომელიც შეუფასებელია იმ არტეფაქტების ადგილმდებარეობა, რომელიც განდობილებმა იცოდნენ. იმდენად შეუფასებელია, რომ მთელი ქვეყნის ფასი ვერ ეყოფა ოქროვერცხლი. ამიტომ განდობილის ხელში ჩაგდება ტრისთვის იქნებოდა დასასრული ყველაფრის. თქვენ წარმოიდგინეთ, ეხლა შახაბას რომ ჩაიგდო განდობილი ხელში, ან ნებისმიერ ჩვენს მტერს, დაკითხავდა და წამებით გამოიღებდა ინფორმაციას. სად ინახება ხვამში ის არტეფაქტი, სად ინახება არმაზის ხეობის და მცხეთის და ჯვრის მონასტრის ქვემოთ ქალაქი, სად ინახება ის, სად ინახება ეს. ამიტომ განდობილს სჭირდებოდა სეიფი და ეს სეიფი იყო სვანეთი, რომელსაც ვერავინ ვერ იპყრობდა. ამიტომ განდობილი უბრალოდ სვანეთში კი არ იყო, ის არის საკრალური ცოდნის კი არა, საკრალური არტეფაქტი
არტეფაქტების ქონე გასაღებების შემნახველი არსი. მოდი ესე ვთქვათ. ის ინახავს საქართველოში დამალულ არტეფაქტებს. ამიტომ იყო სვანეთში უსაფრთხოდ. ისინი იცავდნენ ღვთიურ გასაღებებს, ღვთიურ არტეფაქტებს, რომელიც საქართველოში არის შენახული. იმისთვის რომ ბოლო ჟამის დროს ადამიანებს გამოადგეს. ამიტომ არა მარტო ის კი არა რომ მტერი ვერ იპყრობდა, არამედ ეს ცოდნაც კი საიდუმლო იყო შიგნით. თავად განდობილის პიროვნების მდგომარეობაც კი საიდუმლო იყო. შიგნით სოფელმა იცოდა. იმის იქეთ მითების დონეზე ვიღაცებმა რაღაცეები იცოდნენ. არაფერი არ იცოდა არავინ. ნახეთ, საიდუმლოში იყო და თან სეიფში იყო სვანეთში. ვერავინ ვერ იღებდა სვანეთს. ამიტომ განდობილი არის შეუფასებელი რესურსი. ის ცოდნაა შეუფასებელი რესურსი, რის უკანადაც ღვთიური არტეფაქტებია და მაგის აღმოჩენა, რაც ჰიტლერს უნდოდა პოვნა და ძალიან ბევრს, იმის შემნახველი სეიფია განდობილი და სვანეთი. ამიტომ განდობილის ძევლად აყვანა უდიდესი დამარცხება. ამიტომ სვანეთი არასდროს არ დამარცხებულა. გესმით? ღმერთის არტეფაქტების შემნახველი ადგილის ცოდნის სეიფია განდობილი და სვანეთი. სვანეთს ეს ფუნქცია ჰქონდა უფლისთვის და აქვს. ყველა კუთხეს თავისი ფუნქცია განდობილის დონის აქვს. განდობილებს ჩაბარებული აქვთ აი ეს გასაღებები. მარტივად გეტყვი. წარმოიდგინე ვიღაცა მეხარ რომ ჩაგაბაროს ზე ტექნოლოგიური ბუნკერის გასაღები. თავისი კოდებით, თავისი ადგილმდებარეობით, შესვლის პროტოკოლებით, სადაც ძალიან დიდი ტექნოლოგიური იარაღებია, ტექნოლოგიებია. მეორე გასაღები რომ მქონდეს ასევე ჩაბარებული რაღაც კოსმოსური ხომალდის, რომელიც სადღაც არის შენახული. მესამე ჩაბარებული რომ მქონდეს რაღაც პორტალის გასაღები, ტექნოლოგიური, რომელსაც შეუძლია ყველგან შეაღწიოს. ესეთი გასაღებები აქვს ჩაბარებული განდობილს და ცოდნები, უსაზღრო ცოდნები, რასაც ითხოვს და რაც საჭიროა. და თქვენი აზრით უფალს სად უნდა შეენახა ესეთი ადამიანი, ესეთი ცოდნები? სვანეთში და ტრადიციებით გამყარებული იყო და ვერავინ ვერ იპყრობდა. მიხვდით ხო ეხლა? მოდი ეხლა დავსვათ კითხვა დასასვამი კითხვა. ისევ არიან თუ არა განდობილები? გავიგეთ რომ განდობილები არ ქრებიან და არიან, მაშინ სად არიან განდობილები? სვანეთში არიან განდობილები თუ საქართველოში არიან გაფანტულები? და როგორ? აი ეს ნამდვილად ჭეშმარიტად კარგი კითხვაა. როგორ? რატომ? რის გამო? რატომ აღარ არის სვანეთში და რატომ ჩამოვიდა ქალაქში, თქვათ განდობილი? რაშია საქმე და ასე შემდეგ. შესაძლებელია თუ არა განდობილი იყოს სვანეთის მიღმა საქართველოს ნებისმიერ წერტილში. გარანტირებულად კი. რანაირად? მოდი ისტორიას შევხედოთ და ფუნდამენტში შევცუროთ. განდობილი არ არის უბრალოდ სვანი. განდობილი არის კონკრეტული გენეტიკის მატარებელიც ასევე. ნახეთ, შენ რომ იყო განდობილი, შენ რომ იყო ღვთის რომელიმე ნაწილში მოღვაწე რაღაც, შენ გჭირდება ფიზიკური სხეულიც, გენეტიკურად გამყარებული ძალის მქონე გენი, რატომ არის რომ შენს წინაპრებს მნიშვნელობა აქვს, იმას მნიშვნელობა აქვს, იმ გენში ილექებოდა მადლები, იმ გენში ილექებოდა ძალა, ის გენი მუტაციას განიცდიდა, და მყარდებოდა, რომ მასში ჩავიდეს ძლიერი სული, რომ არ გამოიფიტოს ის სხეული. ნახეთ, ეხლა ჩემი სული რომ ჩასვა გაუღვიძებელი ადამიანის სხეულში, ამ ცნობიერით. ის სხეული ვერ გაუძლებს საერთოდ ვერაფერს. დაავადდება, რატომ? იმიტომ რომ მე სანამ რაღაცეები გამეხსნებოდა, მუტაციას განიცადა ჩემმა სხეულმა, უჯრედებმა. გრძელი თემა, ეხლა ამას ვერ აგიხსნით ცალკე მაგაზე, ცალკე დავდებ, რა ხდება? ნახეთ, ორი სიტყვით გეტყვით. რაც უფრო შენ სულიერებას შედიხარ, მით უფრო დიდი შუქი შემოდის შენში და ამ შუქს სჭირდება შემნახველი რეზერვარები. ეს შემნახველი რეზერვარები არის შენი უჯრედები. შენს უჯრედებშია ეს ენერგია შენახული თითოეულ მილიარდობით უჯრედში და რაც უფრო სულიერებაში შედიხარ, რაც უფრო სულიერება შემოდის შენში, შენი სხეული გადის მუტაციას. მაგალითად, შესაძლოა წითელმა ლაქებმა დაგაყაროს ტანზე. გაესინჯები ექიმს, ყველაფერი კარგად გაქვს. მერე აღმოაჩენ რომ უჯრედულ დონეზე, როცა უჯრედები ორმაგდება, წითელ ნაზლაქებს იწვევს 1-2 დღე. გესმით, მუტაციას გადიხარ შენ. შენი სულის ზრდასთან ერთად, შენი სხეულიც ძლიერდება, მუტაციას განიცდის. აბა რატო არის, რომ სულიერებაში ვარ და ჯამთელი ვარ? ჯამთელი უბრალოდ კი არ ხარ. შენს უჯრედებშია ის ძალები დალექილი. იქ ინახება. ამიტომ განდობილი არის სისხლის ხაზი, გესმით? ის სეიფი არის სვანის სისხლის ხაზი. ეხლა რა მოხდა? განდობილი რანაირად აღმოჩნდა ქალაქში? ან თბილისში, ფოთში, ქუთაისში, სადაც გინდა, ნებისმიერ წერტილში შეიძლება იყოს განდობილი. რატო? სვანეთი ოდითგანვე იყო ჩაკეტილი სისტემა. იშვიათად თუ სვანი გაყვებოდა ცოლად ან მოიყვანდა ცოლად, ბარში ქვემოთ მყოფ ქართველს. ერთმანეთში მრავლდებოდნენ, ერთმანეთის ტრადიციებით იყვნენ და ამ ყველაფრით იყვნენ. საუკუნეების განმავლობაში ციტადელივით იყვნენ, სეიფივით იყვნენ ყველანაირად. გამრავლების კუთხით, ტრადიციების კუთხით, უსაფრთხოების კუთხით, მეფე არ ყავდათ, მიხვდით, საქართველოსთან იყვნენ კავშირში, მაგრამ სეიფივით იყვნენ. მეფეებს მიქონდათ შეუფასებელი ხატები და ინახავდნენ იქ. რატომ? იმიტომ რომ სვანეთი იყო ოდითგანვე ყველანაირი წახნაგით საქართველოს სეიფი, თავშესაფარი და ეს ყველაფერი. დროის გასვლის შემდეგ სვანეთი
სვანი ჩამოვიდა ქვემოთ ქალაქში ბარში და გამრავლდა. განდობილის გენი, გენეტიკა ჩამოვიდა ქალაქში. შენ შეიძლება დიდი ბებიის ბებია სვანი ყავდა და განდობილის გენი გაქვს და რაღაც ნიჭები გაქვს და სხვადასხვა რაღაცეები. ყველას გაქვს ნიჭები, იმერელსაც ყველას ნიჭები გაქვს. მე ახლა განდობილის ნიჭს ვაპარაკობ, თორე იმერეთს ცალკე ნიჭები აქვს, კოლხეთი და ეს ყველაფერი. აღმოსავლეთს არმაზის ხეობა და ცხეთა და ყველა კუთხეს აქვს ძალები. ეხლა მე ვსაუბრობ განდობილებზე. და ნახეთ, განდობილების გენეტიკური ხაზი ჩამოვიდა ქალაქში. გათხოვდნენ იმერელზე, გათხოვდნენ მეგრელზე, გავიდა ქალაქში გენი, ჩამოვიდა. ამიტომ ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება იყოს განდობილი გენეტიკურად. რატო ჩამოვიდა ქალაქში განდობილი? უფალი ინახავდა სვანეთში განდობილებს გენეტიკურად და ენერგიულად. შემდეგ უკვე როცა მომწიფდა მდგომარეობა ბოლო ჟამის პერიოდის ამბავში, განდობილები ყველა ვარიანტში უნდა ჩამოსულიყვნენ ქალაქში და დიდ მასაზე ბევრ ადამიანში გასულიყო ეს გენეტიკა. იმიტომ რომ სვანეთში განდობილის სეიფში იმიტომ კი არ იყო შენახული რომ სვანეთისთვის იყო საჭირო, არა ბოლო ჟამისთვის იყო საჭირო. გაიგეთ და ამიტომ ეხლა ჩამოვიდა ბარში და საქართველოში გავრცელდა განდობილების გენი, ამიტომ სვანების გენი. თქვენ შეიძლება არც იცოდეთ სვანის გენი გქონდეთ, ბებიის ბებია იყოს. ამას მნიშვნელობა არ აქვს. შენ თუ ხაზში ყავს სვანი, ჩათვალე რომ განდობილის გენეტიკა შესაძლოა გქონდეს. და ნახეთ, უფალმა შეინახა საუკუნეების განმავლობაში განდობილების გენი და ეს ყველა არტეფაქტი და ეხლა ჩამოვიდა ბარში ბოლო ჟამისთვის რომ ყველას გამოადგეს. იდეაში სვანეთისთვის კი არ იყო ვიმეორებ, ხალხისთვის იყო ეს, მთელი საქართველოსთვის იყო. მოკლედ რომ გითხრათ, სეიფი გაიღო და დაურიგეს ხალხს ეს განძი. ეხლა უფალს მთელი საქართველოს არჩევანი აქვს, რომ თქვენში გააღვიძოს განდობილი. ხო, უნდა გააღვიძოს თქვენში განდობილი. უფალს, ვისაც სვანის გენეტიკა გაქვს, ნებისმიერ თქვენგანში შეუძლია გააღვიძოს განდობილი. მაგრამ ერთ საიდუმლოს გეტყვით, განდობილი თქვენ თავად შეგიძლიათ გააღვიძოთ. რატო? იმიტომ რომ უფალი განდობილს თავისი უბრალოდ პირადი ინტერესიდან გამომდინარე კი არ არჩევს, შენი არჩევანიდან გამომდინარე რომ გიყურებს, საით მიდიხარ, მაგის მიხედვით გარჩევს. როგორ? წარმოიდგინე ველი, სადაც ბჟუტავი ნატურებია და რომელიღაცამ გამოანათა. შენ გამოანათე ლოცვები დაიწყე, ღმერთისკენ სვლა დაიწყე. შეგხედა განდობილის გენი გაქვს, ანუ შეუძლია ეს გადმოგცეს. პირდაპირ გადმოგცემს ამ ნიჭს, გაგიღვიძებს. რატომ? შენი აზრით. და რატომ გითხარი, შენ ირჩეთქო. შენ რომ არ გამოგენათებია ლოცვები და არ დაგეწყდა ეს ყველაფერი, უფალი არ მოგცემდა. იმის თქმა მინდა რომ შენ ირჩევ რეალურად რომ დაფიქრდე, ღმერთმა რა განძები გადმოგცეს. თორემ ღმერთს უნდა ყველანაირი განძი გადმოგცეს. უფალმა რომც მოინდომოს, ჯერ არ მოინდომებს მაგას. არ გადმოგცემს შენ ღვთიურ განძს, რაც არ უნდა განდობილის შვილი იყო. არ გადმოგცემს. შენ თუ არ გააღვიძე, შენში ღვთიურობა, ღმერთისკენ სვლა თუ არ დაიწყე, ეს არის ძალით მოსილი არტეფაქტები და ვინ გადმოგცემს შენ მაგას? მიხვდით და ნახეთ, შენ ირჩევ, განდობილი იყო, ის იყო და აჩვენებ უფალს. უფალო აი ამას ვაკეთებ და როგორც შენ ჩათვლი საჭირო და უფალი იმას მოგცემს, რაც საჭიროა. ამიტომ მთელ საქართველოში რომ გავრცელდა სვანების გენი უფრო ღრმად, ვიდრე იყო საუკუნეების წინ, რადგან საუკუნეების წინ მხოლოდ ერთმანეთში მრავლდებოდნენ. ამის გამო უფალს აქვს დიდი არჩევანი თქვენში. თქვენში აქვს დიდი არჩევანი და თქვენში უნდა ჩამოეტანა ისედაც ბოლო ჟამის დროს და ისედაც ესე უნდა მომხდარიყო. ეხლა უკვე თქვენზეა დამოკიდებული, რომელი წახვალთ ღმერთთან, რომელი გააღვიძებ თქვენს გენეტიკურ შესაძლებლობებს და ასევე სულიერ შესაძლებლობებს. შენ რა სულიერი ცხოვრებითაც ცხოვრობ, იმ ღვთიურ დაშვებებს, არტეფაქტებს და საჩუქრებს იღებ უფლისგან. შენ ირჩევ, განდობილი გახდე, წმინდანი გახდე, ის გახდე, ეს გახდე შენი ცხოვრების წესით და უფალი გირჩევს საბოლოოდ. უფალი და შენ ერთად ირჩევთ, მარტივად გეტყვი. ნახეთ, მე ეხლა ამ ცოდნებს, რასაც მაძლევს უფალი. მე რო არ ამერჩია ეს. მომცემდა თუ არა უფალი ამ ცოდნებს? გარანტირებულად არა. ესე იგი რა გამოვიდა? მე ავირჩიე გამთლიანება, ცოდნები, იმით რომ უფალი ავირჩიე და უფალმა ავტომატურად ამირჩია მე. მოკლედ, უფალს უნდა ყველას მოგცეს განდობილი, ყველას მოგცეს წმინდანი, ყველას მოგცეს მოძღვარი, ყველას მოგცეს ღვთიურობა. შენ არ აკეთებ ამას, თორემ უფალს აქვს ყველა თქვენგანისთვის იდეალური და გენიალური ნიჭები და ძალები. ყველასთვის აქვს განურჩევლად. უკვე ადამიანზეა დამოკიდებული, რომელი თქვენგანი თქვენში გააღვიძებთ განდობილს, თქვენში გააღვიძებთ წმინდანს, თქვენში გააღვიძებთ კეთილშობილი მოძღვარს, სულიერ მოღვაწეს, უბრალო გლეხმოსიყვარულე ძალით მოსილს და ასე შემდეგ. სულ რომ განდობილის გენიც არ გქონდეს გენში, სვანის გენიც რომ არ გქონდეს გენში. თქვენ თითოეულს გაქვთ უნიკალური განდობილის დონის ძალით მქონე ღვთიური ძალები. ყველას ერთი ადამიანი საპატრიარქოდან წერს და ვეხმარები რაღაც სულიერ ნაწილებში, ბნელ ძალებთან ბრძოლებში და სხვადასხვა ამბებში. ეს ადამიანი გაუცებული წერს ერთხელ, რომ გიორგიო, ესე იგიო, საპატრიარქოშიო, მოკლედ ყველაფერთან
კავშირი მაქვსო, ვინც ძალით მოსილია ჩვენს რელიგიაშიო. და მივედიო დახმარებაზეო და მოკლედ არაფერი არ იციან, შენ იციო 100-ჯერ მეტი იციო იმათზეო. 100-ჯერ ძალით მოსილი ხარ იმათზეო. ისინი სუფთები არიან, ვიზეც მითხრა. ძალით მოსილები არიან და მათზე თქვენ ჩურჩულით ლაპარაკობთ, ისეთი ძალით მოსილები არიან, მართლა ღვთიური. ისეთებზე მითხრა. რატომ მითხრა ეს? ნახე, მე რა ძალებიც მაქვს. ეს არის ჩემი ინდივიდუალური ძალები. იმ სულიერ წინამძღვარს, ვისაც შემადარა, იმას რაც აქვს, მე არ მაქვს. მიხვდით, მე რაც მაქვს, თქვენ არ გაქვთ და თქვენ რაც გაქვთ, მე არ მაქვს. და თითოეული ჩვენგანის ეს ძალები არის იმდენად უნიკალური და იმდენად საოცარი და იმდენად შენი, რომ სხვისი არ გინდოდეს მართლა რა, ამას გეტყვი. აი, რად გინდა შენ ჩემი ძალების ნიჭი? აი, რად გინდა საერთოდ? ან რად გინდა შენ რომელიმე წმინდანის ძალების ნიჭი? არ გინდა შენ არავის ნიჭი. შენი ინდივიდუალური ნიჭი გაქვს, რომელიც არის საოცარი, რომელიც არის სასწაული. ხალხი მწერს, გიორგი შენ რა ძალით მოსილი ხარ, ის ხარ, ეს ხარ და მოდის და ისეთ ძალას მაჩვენებს, ისეთი ძალა აქვს, რომ მაგ ძალა მე არც დამესიზბრება. ძალაში გულისხმობ ნიჭს. ისეთი ნიჭი აქვს, რომ მე არც დამესიზბრება ეს ნიჭი და თავი გონია არარაობა და მიყურებს მე რაღაცა ისე. ვერ ხვდები თქვენ, თქვენი ძალები ინდივიდუალური რაც გააქვთ, ეს არის საოცარი. მე რაც მაქვს, ეს არის საოცარი. შენ რაც გაქვს, ეს არის საოცარი. იმ მოძღვარს რაც აქვს, ის არის საოცარი, მაგრამ ერთმანეთთან შედარება არის აბსურდი და ერთმანეთის ნიჭების სურვილი არის უვიცობა, სიბრიყვე, იმიტომ რომ მაგაზე მაგარი გაქვს, შენთვის მაგარი. მოდი კიდე ამას დავამატებ. ზოგნი განდობილები არიან, ზოგნი მკურნალი ხართ, ზოგნი პორტალებს აღებთ, ზოგნი პორტალებსაც აღებთ, კურნალიც ხართ, ზოგნი რა ხართ და ზოგნი რა ხართ და ზოგნი რა ხართ. ერთი პირდაპირ სულით გადის, რომ იძინებს, სხეულიდან გამოდის და ფიზიკურ მატერიაში ნივთების გადაადგილება შეუძლია, მეორეს ის შეუძლია, მესამეს ის შეუძლია და მე მიყურებს და ფიქრობს, რომ აუ გიორგი შენი ნიჭის კეთილი შურით ფშურს, ჩემი ნიჭი და ვიღაცის ნიჭი კი არა. შენს ნიჭს შეხედე, რა საოცარი გაქვს შიგნით. ან რომ ფიქრობ, რომ საერთოდ არ გაქვს. ყველას გაქვთ, ყველას განურჩევლად. ხალხო, მე თქვენ არ მოგატყუებთ. პირველად ვამბობ ეს რაღაცას, მე მგონი ცხოვრებაში. არ მოგატყუებთ, არ გატყუებთ. ხალხო, არ მოგატყუებთ მე თქვენ. მე თქვენ გეუბნებით სიმართლეს. ყველა თქვენგანს გაქვთ თქვენი ინდივიდუალური საოცარი ნიჭი, რომელიც არის განუმეორებლად საოცარი. მე ამას ვხედავ თქვენში. ადამიანები მოდიან და ყველას საოცარი ნიჭები აქვს და უბრალოდ თავად ფიქრობს, რომ რა ვიცი, ხო ვერ გავიგე. აი მარტივად გეტყვით. თქვათ და 5 წლის წინ ჩემთან რომ მოსულიყო ვინმე და ეთქვა, რომ გიორგი შენ გაქვს ღვთიური ნიჭი. რას უპასუხებდი მე მას? იმას, რასაც შენ თავში ფიქრობ, როცა მე გელაპარაკები ამას, რომ ნიჭი გაქვს. იგივეს გიპასუხებდით, რომ კაი მეუბნები, მაგრამ ვერ გზნობ და რა ნიჭი მაქვს, კაცო, ჩვეულებრივად ვარ. გიპასუხებდი ამას. მიხვდი? რა ხდება? ყველას გაქვს. არ გინდოდეს შენ განდობილობა, არ გინდოდეს შენ გიორგი ტავიცის ცოდნების გახსნის ნიჭები, არ გინდოდეს შენ სხვისი შენი რაც გაქვს, ეს არის სასწაული. მოდი ამას გეტყვი. ის იმდენად შენია, იმდენად უნიკალურია, რომ არ მეორდება და სხვისთვისაც უნიკალური და საოცარია. შენ უყურებ შენი ვიწრო გონებით დღეს, მაგრამ ვიწრო გონება არ გაქვს. თუ გახსნი, გაგეხსნება. და რატომ? შენ ფიქრობ, რომ უფალს ყავს განდობილი ესეთი ნიჭის მქონე ადამიანი, ან გამთლიანების მქონე ადამიანი, გიორგი ტაბიძე, ან რომელიმე წმინდანი. ანუ შენ ფიქრობ, რომ უფალს რამდენიმე ყავს ესეთი ნიჭის მქონე და ვერაცნობიერებ, რომ უფალი იმდენად დიდია და იმდენად უსაზღვროა, რომ ტრილიონობით ნიჭი ჩადო თქვენში და ძალები და ფუნქციები, რომელიც შეგიძლია გააღვიძო. შენ განდობილზე მიისწრაფვი და განდობილზე კი არა შენში და ყველა თქვენგანში დევს განდობილზე 10-ჯერ და საოცრად განსხვავებული ძალები. უბრალოდ თქვენ და ჩვენი ფუნქციის ნიჭები გვაქვს, რომელიც არის ჩვენთვის საოცარი და სხვებისთვისაც საოცარი, ერთმანეთისთვის საოცარი. და ეს ყველაფერი ერთიანობაში წარმოქმნის ცისარტყელას. ყველა ადამიანის ნიჭს რომ გადახედო, განდობილი, წმინდანი, სუფთამოძღვარი, სულიერი მოღვაწე, ამის გონე, იმის გონე, ერთიანობაში რომ გახედო, ცისარტყელაა ფერების. ოღონდ ცისარტყელა რომ გაამილიონ ტრილიონო ფერებში, ისეთ ფერებში, რომელიც არც გინახავს. არც იცოდი თუ არსებობდა. ესე არის ადამიანები და მათი ნიჭები. და შენ გონია რომ განდობილია, წმინდანია და რამდენიმე ფერია ნიჭში და ადამიანში. არა, ბევრია, უთვალავია თქვენში ეს. და შენ ფიქრობ რომ უფალი შენ გთავაზობს ერთ ნიჭს ასევე. და შეიძლება იფიქრო, იქნებ ჩემი არ იყოს და არ მომეწონოს ეს ნიჭი, რასაც გთავაზობს იმ ერთს, რასაც მეტყვის. შენ უფალი უბრალოდ კი არ გთავაზობს რაღაცას ნიჭს. ის ნიჭი შენ გამოიმუშავე საუკუნეების განმავლობაში. შენი სული მოვიდოდა დედამიწაზე, წავიდოდა, მოვიდოდა 10,000 წელი, 100,000 წელი, ანუ საუკუნეების განმავლობაში
განმავლობაში ხვეწავდი შენს თავში მდგომარეობებს, ნიჭებს და შემდეგ საუკუნეების განმავლობაში არჩია შენმა სულმა შენი ფავორიტი ნიჭი, რომლითაც ცხოვრობდა, რომლითაც არსებობ და სურდგმულო. მარტივად გეტყვი, მთელი ცხოვრება იცხოვრე დედამიწაზე. აღმოაჩინე, რომ რაც იცხოვრე, ეს კერძი მოგწონს და ჭკუა გეკეტება ამ კერძზე. ამ კერძის მირთმევა მოგწონს, ვერაფერი ვერ გადაგაყარებს ამას, იმიტომ რომ 100 წელი იცხოვრე და 100 წლის განმავლობაში ჩამოგიყალიბდა გემოვნება. შენ ხარ ის სული, რომელსაც 10,000 წლის განმავლობაში ჩამოუყალიბდა ნიჭი და გემოვნება და სურვილი იმ კონკრეტული ნიჭის. და შენ რომ ფიქრობ, რომ უფალი შენ შემოგთავაზებს რაღაც იცეთ ნიჭს, რომელიც შენი არ არის, არ გესმის. რატომ? იმიტომ რომ შენი ეს ნიჭი 10,000 წლის განმავლობაში ყალიბდებოდა შენში. გიყვარდებოდა ეს ნიჭი, შენი იყო და შენ ხარ ეს. ამიტომ შენ სხვისი ნიჭი კი არ მოგწონს. შენ შენი ნიჭი მოგწონს, რომელიც გააქვს და რომლითაც არსებობ და რომელიც ხარ შენ. ამიტომ რეალურად შენ ჩემი ნიჭი მოგწონს, მაგრამ შენთვის ჭეშმარიტი მოსაწონი ნიჭი არის ის, რაც ხარ, რა გემოვნებაც და მდგომარეობაც და არსიც ჩამოგიყალიბდა 10,000 წლის განმავლობაში. ის გიყვარს ჭეშმარიტად, ის მოგწონს და ის უნდა გახსნა, ამიტომ გესმის? შენი უნდა გახსნა, ამიტომ შენი ნიჭი იპოვე, შენი განდობილი იპოვე შენს თავში, შენი იპოვე ის. და როგორ უნდა იპოვო? ეხლა გამთლიანებაში გიხსნი ყველა ამ პროცესს, ღვთიურობას როგორ ეზიარო. ეს არის გასაღები, როგორ უნდა იპოვო შენი ნიჭი. ნიჭი შენ კი არ უნდა იპოვო. შენ უფალთან სვლით უნდა გახსნა შენი ნიჭი უფლის დახმარებით. უფალი გიხსნის ამ ნიჭს. თუ უფლისკენ მიდიხარ, თუ არ მიდიხარ, არ გაიხსნება. ამით უნდა გახსნა შენი ნიჭი. ამიტომ შენი ძალები შეიძლება იყოს კოლხეთის მხრიდან, მედიას მხრიდან, არმაზის ხეობის და ცხეთის და აღმოსავლეთის მხრიდან, სვანეთის მხრიდან, შესაძლოა ორივე, სამივე ერთად შერეული, რომელსაც გინდა გააღვიძებ, გინდა განდობილს გააღვიძებ, გინდა კოლხეთის ძალებს გააღვიძებ, რომელ ძალებსაც გინდა, თუ გინდა ერთად გააღვიძე, თუ შეძლებ ამას. გესმის? არ გინდოდეს სხვისი, როცა განძი გაქვს შენში, გარეთ ნუეძებ განძს, განძი გაქვს შიგნით, ყველას განურჩევლად. ამიტომ იპოვეთ თქვენი განძი და ამ განძს იპოვით, როცა უფალს იპოვით უფლისკენ ფეხაკრებით სიარულით. უფალს როცა იპოვი შენს ნიჭს და შენში მყოფ ყველა ძალებს. ამიტომ იპოვეთ უფალი, უფალმა გაგიხსნათ ძალები გულში, მოგცეთ მფარველობა, გაგინათოთ გონება, სული, გული, დაგლოცოთ უფალმა, დალოცვილები იყავით. ამინ, ამინ, ამინ.